საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის ღონისძიებაზე მინდა მოგიყვეთ. აიერსიმ 9 შვილიანი ოჯახის ყველა წევრი საჩუქრებით დააჯილდოვა ცენტრს ჩიკვაძეების ოჯახის მოძიებაში ორგანიზაცია ქართული გენი დაეხმარა. საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრმა აიერსიმ საკუთარი ოფისი ქოლმოქმედებას დაუთმო. ქართული გენის დახმარებით მოვიძიოთ 2 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთათვის შევაგროვეთ და შევიძინეთ ნივთები და დღეს მოვედით ერთ-ერთ ოჯახში, 9 შვილიან ოჯახში, სადაც მოვიტანეთ ეს ნივთები და გავახარეთ პატარები. ამ აქციის სახელი იყო სიკეთე გვაბედნიერებს და მე მგონი შევძელით რომ გაგვაბედნიერებინა ერთი დღე და გაგვეხადა უფრო ლამაზი ამ ბავშვებისთვის. აი ხა აქ რო ესაც ადგილზე ვართ, ხედავთ რომ ეს ერთჯერადი დახმარება არ არის საკმარისი. და მრავალშვილიანობა ზოგადად უნდა წახალისებული იქნეს არა მარტო საზოგადოების და ერთეული ინდივიდუალების მხრიდან, არამედ სახელმწიფოს მხრიდან. ეს ოჯახი საჭიროებს ბინის პრობლემის დაძლევას და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ბავშვები საჭიროებენ სპეციალობების შეძენას. მათ სკოლაც არ აქვთ მართალია დამთავრებული, მაგრამ მრავალშვილიანობიდან გამომდინარე ზუსტად ძალიან მოტივირებულები არიან, რომ რაღაც სპეციალობები შეიძინონ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი შვილებს ბედნიერს ხედავ. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ამ ეტაპზე ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვართ. მეუღლე ტრავმირებული მყავს 3 თვე ნახევარი არამდგარა. კურნალოს ფეხი აქვს მოტეხილი, ამას დაერთოთ რომ სოციალური დახმარება შემიჩერეს და მეორე თვე არ ამიღია და მოკლედ ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში ვარ. და რა ვიცი, დიდი მადლობა ამ ადამიანებს და უბედნიერესი ვარ ნამდვილად. ყველაზე უფროსი არის ჩემი ძმა 19 წლის გიორგი ჩიკვაიძე, შემდეგ მე გახლავართ 17 წლის ნათია ჩიკვაიძე და ყველაზე პატარა არის წლის და 2 თვის ჭირიკო ჩიკვაიძე. ნუ სამწუხაროდ ვერ გავაგრძელეთ სწავლა ბინის ცვალებადობის გამო, ასე ვთქვათ. გვიწევდა სხვადასხვა უბნებში ცხოვრება, რადგან ქირით ვარ და არ გვაქვს საკუთარი ბინა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ვისწავლო.